დასრულდა სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის თასის პირველი გათამაშება ტურნირის გამარჯვებული მარინა სპორტ სკოლის გუნდი გახდა. ფინალში ის ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული აღმოჩნდა, ძირითადად როფრენ 1-1 დასრულდა. 11 მეტრიანების სერიაში კი უპირატესობა მარინას გუნდმა მოიპოვა. ტურნირის ბოლოს პრიზიორებთან ერთად საუკეთესო მეკარე და ფეხბურთელი დააჯილდოვეს. 2000 და 2001 წელს დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის გამართულ ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა. ძალიან დაძაბული ტურნირი იყო, ბევრი ძალიან ლამაზი გოლი გავიდა, ძალიან დაძაბული თამაშები იყო. ფინალში შევხვდით ბათუმის დინამოს, სადაც უძლიერესი მატჩი იყო, ჩემთვის პირადად დიდი გამოსვლება მივიღე ამ ტურნირიდან. ძალიან კარგი ჩემპიონატია ესა, კარგად ჩატარდა, მოწინააღმდეგე იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ვერ შევძლიათ მათი გაძლევა და პენლების სერიაში წავაგეთ. სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი მზადაა ყოველთვის უმასპინძლობს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. ჩატარდა ჩემპიონატი 2000 წელსა და 2001 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის ფეხბურთში. ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის მერიისთვის და ბათუმის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრისთვის ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა და ჩვენ მზად ვართ მომავალშიც მსგავსი იდეების და ღონისძიებების დანადგომისათვის.